მიმდინარეობს თუ არა ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უწყებას მოვუსმენთ. მერია ჯერ ამბობს, რომ 9 აპრილის 19 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა. ინფორმირებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც და მიმდინარეობს სამუშაოები. წყალმომარაგების კომპანიაში კი გვეუბნებიან, რომ მათი მხრიდან დაზიანება არ ფიქსირდება და შესაბამისად არც სამუშაოებია დაგეგმილი. რა ხდება? საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე დაზიანებული გზის მოწესრიგების შესახებ კითხვებით თავდაპირველად ახალციხის მერიას დაუკავშირდით, სადაც ზემოთხსენებული პასუხი გაგვცეს და წყალმომარაგების კომპანიისკენ მიგვითითეს. შემდეგ დაუკავშირდით წყალმომარაგების კომპანიას. ჩვენი ზარის შემდეგ კომპანიის თანამშრომლები და მათივე თქმით მერიის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ. ტერიტორია შეისწავლეს და გვითხრეს, რომ საკანალიზაციო სისტემასთან პრობლემა არ ფიქსირდება. ამის შემდეგ ჩვენ მერიას კვლავ დაუკავშირდით და თავიდან ვკითხეთ, რა არის ახალციხეში 9 აპრილის 19 ნომერში მოუწესრიგებელი გზის მიზეზი და როდის იგეგმება შეკეთება. გვითხრეს, რომ განახლებულ ინფორმაციას მოგვაწოდებდნენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. რატომ ვერ წესრიგდება ტერიტორია, რომელიც მოსახლეობას 1 წელზე მეტია აწუხებს? სანამ ჩვენი რედაქცია აღნიშნულის გარკვევას ცდილობს, ახალციხის მერია საჯარო პოსტით მოსახლეობას ბოდიშ სუხთის გზებზე გაჩენილი ორმოულების გამო და დაზიანებებს კლიმატურ პირობებს უკავშირებს და არა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. გზებზე უწყვეტ რეჟიმში იყრებოდა ტექნიკური მარილი. ჯამში დაიყარა 100 ტონაზე მეტი, რაც წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ მეტია. მძიმე კლიმატურმა პირობებმა და დიდი რაოდენობით ტექნიკური მარილის გამოყენებამ გამოიწვია ცენტრალური გზის საგრძნობლად დაზიანება. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მოსულმა უხმა ნალექმა და ხანგრძლივმა წვიმებმა შეაფერხა გზების მოწესრიგების პროცესი. განმარტავთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ახორციელებს დაზიანებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ყველა ზომას მივმართავთ, რათა აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს. მერიას არა, მაგრამ საზოგადოების ნაწილს კითხვები საგზაო სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით უჩნდება. როდესაც ხდება ტენდერის გამოცხადება, ხო ეს არის რაღაც გარკვეული ეტაპები. ვიკითხე პროფესიონალებმა დამაკვალიანეს, რომ ხდება ტენდერის გამოცხადება, იმარჯვებს, ხო კონკურსი უნდა გაიმარჯვოს და მე იმას ვალდებულებას იღებს, რომ კარგად უნდა გააკეთოს საქმე. ეხლა მე კითხვა მაქვს ასეთი, კარგია ბოდიში, მომეწონა რომ ბოდიში მოსახლეობას ცუდი ჟესტი არ არის, მაგრამ რო იბარებ აი ამ გზას, თუ ის რო გარანტიას გაძლევს, იქ არ ვიცი სიღრმე არის ამდენი სანტიმეტრი, ამდენი მასალა არის საჭირო რომ გამოიყენო, აკლებ თუ არ აკლებ და შეხო იბარებ და ხელს უწერ. მე რატომ არ სთხოვ იმ კომპანიას, როდესაც გაზაფხულზე ვღებულობთ ამ შედეგს? ხომ ამის უამრავი პრეცედენტები არსებობს, რომ აჯარიმებენ, პასუხს თხოვენ, როგორ შეიძლება 10 წელია ერთი და იგივე ყოველ გაზაფხულზე ხდება მოსახლეობას. არის უკმაყოფილება. კითხვები აქვს აქტივისტ ჯაბან ანთენაძესაც. მერიის განცხადებებზე თუ დავეყრდნობით, მაგ გაგებით, მაშინ ასფალტი საერთოდ არ უნდა გქონდეთ არც შვედეთში და არც ნორვეგიაში და მით უმეტეს აგერ არც ჩვენს მეზობელ თურქეთში, სადაც 2200 მეტრზე იმაზე კარგი ასფალტი არის დაგებული, ვიდრე მთელს ქალაქში და მთელ საქართველოშია ლამის. იქ უფრო მეტი ყინვა და თოვლი არის. რაც შეეხება რომ არ წავიდეთ უცხო ქვეყნებზე და რომ არ ვისაუბროთ უცხო ქვეყნებზე, ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს რაბათის მაგალითი. 2012 წლიდან ამ რაბათის გზაზე გზა დაიგო და მას შემდეგ იმდენი გზა დალატკავდა, ბოდიში ამ ჟარგონისთვის დალატკავდა და იმდენი გზა გაკეთდა, რაბათის გზა ისევ იმ მდგომარეობაშია, ეხლა რა თქმა უნდა 14 წლის მერე ცოტა იმ მდგომარეობა შეიცვალა და რამდენიმე ალაგ-ალაგ აქვს ის პრობლემები, რაც ლოგიკურია 14 წლის განმავლობაში, მაგრამ მერიას თუ დაუჯერებთ, გამოდის რომ რაბათში არ თოვს, არც წვიმს, რაბათში არც მარილს არ ყრიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2.200.000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.